ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს თემაზე თანამედროვე მენეჯმენტის თეორია და პრაქტიკა. კონფერენციაზე სხვადასხვა ქვეყნის 100-ზე მეტი მკვლევარი მონაწილეობს. ორდღიან კონფერენციაზე ექსპერტები მენეჯმენტის თეორიისა და პრაქტიკის აქტუალურ პრობლემებზე იმსჯელებენ. შეხვედრა ბათუმისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერთა კლუბის ორგანიზებით გაიმართა. ეს არის პირველი საერთაშორისო კონფერენცია მიმართულებით და მასში მონაწილეობს 11 ქვეყნის წარმომადგენლები. ეს არიან ის ადამიანები, რომლებსაც თავიანთი ქვეყნის მეცნიერების განვითარებაში აი მიმართულებით საკმაოდ სერიოზული სიტყვა ექნება. და დღევანდელი ჩვენი კონფერენცია მონაწილეების გამოსვლებიდან გამომდინარე იქნება მცდელობა იმის, რომ გავარკვიოთ ამ პრობლემების არსი და დავსახოთ გზები, როგორ შეიძლება უკეთესად ვვართოთ. დღეს აქ იმყოფებიან ჩვენთან ძალიან ცნობილი თავის მენეჯმენტის დარგის ცნობილი წარმომადგენლები. თვითონ უშუალოდ კონფერენციაში 11 ქვეყნის ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. ეს კონფერენცია უსათუოდ საინტერესოა, იმიტომ რომ საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვეთმა ხელი მოაწერეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს ურთიერთობა ამ კონფერენციის ფარგლებში სასარგებლო იქნება ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს.